მოდით აი შემდეგი საკითხავი განვიხილოთ, რომელიც მოსამზადებელ მესამე კვირიაკესა და შვიდეულს უკავშირდება. კერძოდ ერთ-ერთ ტროპარში, ლოცვაში ნათქვამია შემდეგი: საშინელი სამჟაროს ხსენების კვირიაკეს. მორწმუნე ადამიანი შეღაღადებს უფალ ღმერთს. მრავალთა ცოდვათა ჩემთა მიერ ქნულთა გულისხმავ საწყალობელი და შევწრწუნდები საშინელისა მისღისა სამჟავროსაგან, არამედ სასუებით მინდობილი წყალობისა შენისა, ვითარცა დავით გიღაღადებ, შემიწყალე მე ღმერთო ჩემო დიდითა წყალობითა შენითა. აი ხო ხედავთ, აქაც ფიგურირებს საშინელი სამჟავროს ხსენება, რა კი საშინელი სამჟავროს კვირიაკი არის. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სამი უმთავრესი სათნოება იცავს ადამიანში ყველა დანარჩენ სათნოებას. ესენი არის წუხარებანი, მერმე ტირილი საკუთარი ცოდვების გამო და მესამე ხსენება საკუთარი სიკვდილისა და ხსენება საშინელისა სამჟავროისა. აი ეს სამი უმთავრესი სათნოება, რომელიც იცავს ადამიანს. დღეს თქვენ შემეხმიანებით და მივიტყვით, მამაო, ჩვენ დღეს არ გვაკლია არც წუხარება, წუხარებანი უпростоრად, არც ცრემლი და სიცოცხლეშივე ლამის ლეშად ვიქეცით ამდენი გაჭირვებისაგან. მაგრამ ეკლესია ამგვარ წუხარებებზე, ამგვარ ცრემლზე და ამგვარ ხსენებაზე სიკვდილისა როდი გვეზრახება. აი მე მაგონდება წმინდა მამის, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც შეირაცხა წმინდანთა შორის, წარმოშობით პოლონელი რუსის ლუკა ლოენო იასენეცკის სიტყვები: მე შევიყვარე წუხარება. როგორც წმინდა მამები წინასწარმეტყველებდნენ, ბოლო ჟამს სულიწმინდის ნიჭების განსაკუთრებული გამოვლინება, ისეთი უხვი, როგორცაც ჩვენ ვკითხულობთ, მაგალითად საქმე მოციქულთაში, მოციქულთა ეპოქაში, მოციქულებრივი კაცებისა თუ ადრეული შუა საუკუნეებისა, ჩვენ არ შევხვდებით. იმის გამო, რომ ადამიანები გაამპარტავდნენ, ღმერთი მათ გამოუგზავნის ავადმყოფობებსა და განსასწრებას. პირად თუ საქვეყნოს, რათა ამ გზით მოიყვანოს ისინი გულის შემოსვლებაში. რაც შეეხება ტირილს, ჩვენ ტირილი გმართებს არა ამა თუ უბედურებათა გამო, რადგან რასაც დავთესავთ, სწორედ იმას მოვიმკითხ ხოლმე მიწიერ ცხოვრებაში, პირადად თუ საქვეყნოთ, არამედ გმართებს სინანული ჩვენი საკუთარი ცოდვების გამო, რომელიც დასაბამნი არიან თუ გნებად არათუ მხოლოდ საქვეყნო, არათუ მხოლოდ სოფლიო, არამედ კოსმიური და სამყაროული უბედურებისა. თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვაჭარბებ, მხედველობაში მაქვს უფლის წინასწარმეტყველება უკანასკნელ ჟამზე დიდებით დაბრუნებაზე. ადამიანთა გულებში უშულოების გამრავლების გამო ამობს უფალი ჩვენი წინასწარმეტყველებით გამრავლდება, ესე იგი რა მოხდება სამყაროში, არათუ მხოლოდ დედამიწაზე. სიყვარულის ამოშრობის გამო ადამიანთა გულებში ზეციური ძალები მოიშლებიან. რას ნიშნავს? ესე იგი მილიარდობით გალაქტიკები დაკარგავენ ურთიერთმიმართებას, კანონზომიერ ჰარმონიულ ურთიერთმიმართებას. კონსტელაცია დაირღვევა პლანეტების, ესე იგი პლანეტების ურთიერთმიმართება. თუ თქვენ წაიკითხავთ მეცნიერულ გამოკვლევებს, ვნებავთ მზის შესახებ, დედამიწის სხვადასხვა ცდომილებისა, ვარსკვლავებისა, ნახავთ, რომ თუ ოდნავ მაინც, თუნდაც ნახევარი გრადუსით, ან მანძილი შემცირდება თუნდაც რამოდენიმე კილომეტრით, რაც დაშორებაც ღმერთმა დააწესა ჰარმონიულად პლანეტებს შორის, საშინელი კატასტროფები დაიწყება არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთელ სამყაროში. და რამდენად დიდია ადამიანი, რომ ადამიანის ნეობრივი მოშლის გამო, უჟულოების გამრავლის გამო, როგორც გითხარით, სიყვარულის გახმობას გამოიწვევს, გაქრობას, სხვანაირად ზეციური ძალებიც კი მოიშლებიან. აი როგორ ჟღერს პირველი კვირის, დიდმარხვის პირველი კვირის, თქვათ 4 შაბათის საცისკრო საგალობლის მეცხრე გალობის ტროპარი. ეკლესია, მორწმუნე მიმართავს უფალ ღმერთს. ქრისტე ღმერთო, შიშსა შენსა შენსვალენ ხორცნი შემნი, რომელმან შენსვალე ჯვარსა ცოდვა ადამიანის დახსენ ჩემთაცა მათ ბოროთა საგრელი და მიხსენ მე მტერისა საფრთხისა მაცხოვარ. ამგვარად კი ჟღერს მეორე კვირის 4 შაბათის საცისკრო სამსაგალობელი. დაბნელებული გული ჩემი ცოდვითა განანათლე შენ, გვერდისა შენისა წმინდისაგან მაცხოვარ, გარდამოსვლითა სისხლითა. ორ ამას მივაქციოთ აქ განსაკუთრებული ყურადღება. ჯერ ერთი აქ ლაპარაკია გულის განწმენდაზე, განათლებაზე, მერვე უფლის გვერდიდან გარდამოხვდარ მაცხოვნებელ სისხლზე. მეორე კვირიაკე, როგორც გითხარით შესავალში, მეორე კვირიაკეს დიდმარხვის არის ხსენება წმინდა გრიგოლ პალამას, რომელმაც მოგცა სწავლება ხელთუქმნე თაბორისეულ ნათელზე. სწორედ აი ამ ნათელზე არის მინიშნება ამ სამსაგალობელში, რომ იმ ხელთუქმნელი ნათლით განწმინდე გული ჩემი. მოდით ეს კითხვას დავსვათ, რატომ სწორედ გული? რატომ არა გონება მაგალითად?
რამდენადაც არ უნდა გაუკვირდეს ბევრ თქვენთაგანს, ქრისტიანულ აზროვნებაში აზროვნების უმაღლესი და უპირველესი ორგანო არის არა გონება, არამედ გული. გონებას რაც შეეხება, როგორც დიდი მამა არსენი დიდი გვასწავლის, ეს არის მცველი ძაღლი გულისა, რომელსაც არაფერი არ აწმინდა, არ უნდა შეუშვას გულში და არაფერი არ აწმინდა, არ უნდა ამოუშვას გულიდან. ამიტომ არის რომ თვით ადამიანის ანატომიურ აგებულებაში მოცემულია სიბრძნე და კურთხევა ღვთისა. არ მართალია დღეს ბევრი ჩვენთაგანი თავდაყირა დადის და ცხოვრობს, მაგრამ მე აქ იმ ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებსაც ჯერ კიდევ არც სინდისის ხმა დაუხშიათ და არც ღმერთის წვენა ამოუშვიათ საკუთარ თავში. გონება რომ ტანზე მაღლა დგას, ეს იმას მოასწავებს, რომ ადამიანი გონიერად უნდა ცხოვრდეს, გონება უნდა განაგებდეს ხორციელს, საგრძნობელს და არა პირიქით. გარდა მაგისა, როგორც იოანე ოქროპირის შესაქმნის წიგნებს განმარტავს, მათ შორის ადამიანის აგებულებას, ამბობს, რომ ყველაფერი სიბრძნით და განგებულებით მისცა ღმერთმა ადამიანს თვით ანატომიურ აგებულებაშიც კი. მაგალითად, ჩვენ პირი, ბაგეები, ენა და სხვა მარტო იმისთვის, როდის მოგცა რომ საჭმელ სასვლის გემო შევიხსნოთ, დავყეჭოთ და სიამოვნება მივიღოთ ამისგან და გადაუძახოთ ხორხში, როგორც ერთ ფსალმუშია ნათქვამი. არამედ ჩვენ ეს ორგანო პირველ ყოვლისა მოგვეცა ღმერთის ქება დიდებისათვის. ანუ ღმერთისათვის უსისხლო ქებითი სიტყვიერი ქების, ესე იგი ლოცვის მადლიერების შესაძირად. ისე როგორც მაგალითად ადამიანში ზოგიერთი ორგანო ადამიანს მისცა მშვენიერებისათვის სილამაზისა, ზოგიერთი ორგანო მისცა როგორც მშვენიერებისთვის, ესე პრაქტიკული დანიშნულება. მაგალითად, მამაკაც მკერდი აქვს სილამაზის გამო, მას არ აქვს პრაქტიკული დანიშნულება. დედაკაც მკერდი ღმერთმა მისცა არა მარტო ესთეტიური მშვენიერებისათვის, მოდი აქვე დავზენ ერთ-ერთი მამის ნილოსინელის ნათქვამს, როდესაც ავხორციო ლამაზ ხალხს ხედავს, რომ ვნებას იცხრობს, ხოლო როდესაც ღვთისმოსავი ხედავს, ცისა და ქვეყნის შემოქმედს ადგენს, რომ ასეთი ლამაზი ქმნილება შექმნა. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველთა შორის და მეფეთა უდიდესი დავით მეფე, როდესაც უმძიმესი სასიკვდინე ორი ცოდვა ჩაიდინა, შეღაღადებდა სინანულით უფალ ღმერთს, გული წმიდაი დაახვადე ჩემთან აღმერთო და სული წრფელი განმიახლე გამსა ჩემსა. იმიტომ რომ გულის განწმედიდან იწყება ადამიანის გადარჩენა, ანუ სინანულის გზით ხდება, იწყება ეს გადარჩენა და საბოლოოდ ადამიანი მიდის თეოზისამდე, ანუ განხთომამდე. ამიტომაც გამოთქვა უფალმა ღმერთმა ცხრა ნეტარებაში ერთ-ერთი ნეტარება ამგვარად, ხოლო ცხრა ნეტარება იგივეა წმინდა მამების სწავლებით ახალი აღთქმისთვის და ქრისტიანისთვის, რაც ძველი აღთქმისთვის ათიმცნება. ნეტარიყვნენ წმიდანი გოლითა, ამბობს უფალი, რამე თუ მათ ღმერთი იქნონ. ესე იგი, ღვთიური დიდების განჭვრეტის ამ დიდებაში შესვლის წინაპირობა არის ადამიანის გულის განწმენდა. იდეალური მდგომარეობა ადამიანის, ანუ მიღწეული სრულყოფილება, ეს არის უკვე გული გონიერი, როგორც სოლომონ ბრძენი გვასწავლის და როგორც ხშირად გვიმეორებს აწინდელი ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. მოკლედ რო გითხრათ, ეს ვედრება გამოხატული ამ საგალობლებში, რომ სინანულის გზით და ღვთაებრივი ხელთუქმნელი ნათლით ადამიანი განიწმინდოს ვნებებისა და ცოდვებისაგან და განეღთოს, ანუ ღმერთს დაემსგავსოს. ღმერთია ბუნებით, მამაი და ძეი და სულიწმინდა, ეს სამპიროვანი ერთარსება ღმერთი, ხოლო ადამიანი განეღთობა, ანუ ღმერთი ხდება სულიწმინდის მადლით. სწორედ ქრისტეს მხსნელი ვნებებისა გამო მოგცა ზეციურმა მამა, როგორც ამაღლების წინ განუმარტავს უფალი ღმერთი თავის მოციქულებს, მოგცა ახალი აღთქმა, ანუ მოხვინა ნიჭების სულიწმინდისა, რომლის გარეშეც ყოვლად წარმოუდგენელი არის ადამიანის ხონება. სიკეთის აღძორაც ადამიანში, გულში პირველ ყოვლისა იწყება და სიკეთის ქმნაც სულიწმინდის მადლით აღესრულება. ზოგიერთი დაიბნება ახლად მოსული მეტადრე ეკლესიაში და იგითხავს, თუ აღზრვასა და აღსრულებას ღმერთისა, სადღა ადამიანი, სად აქვს სიკადული ადამიანს? ადამიანის სიკადული ეს არის მისი ნებელობა, მისი თავისუფალი გადაწყვეტილება, მიიღოს სულიწმინდის მოქმედება ან უარყოს. დიახ, ადამიანს შეუძლია სულიწმინდის მოქმედება არ მიიღოს. თქვათ ასე არ მიიღოს სულიწმინდის მოქმედება იუდა ისკარიოტელმა, რომელიც არარაობისაგან თვით 12 მოციქულშიც კი შერაცხა და ნდობა გამოუცხა და ჩააბარა გვადროსი. მან კი რომელიღაც საწოდა 30 ვერცხლში გაყიდა არა მარტო უფალი, არამედ საკუთარი სული და ცხონება. ამიტომაც ამბობს უფალი ღმერთი დანანებით, ორი უფლის მონება არ იქნება ქრისტესი და მამონასი, ან ერთს მეტად შეიყვარებს და მეორეს მოიძულებს ამ პირუკუ. თუ რამდენად დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე გულწრფელ გულითაც სინანულს,
დასასრულ ჩვენი საუბრისა სურს მოვიგონო ცხოვრება ერთ-ერთი ავაზაკყოფილი მონანულისა. სწორედ ჩვენ გახსენებული მავრიკიოს ღვთისმოსავი იმპერატორის დროს ბიზანტიის იმპერიაში გამოჩნდა ერთი თავზე ხელაღებული ავაზაკი. იგი გამჭრიახი იყო გონებით, ძლიერი ფიზიკური თვალსაზრისით. ყავდა მას თავისი ჯგუფი ავაზაკებისა. რამდენად არ ეცადნენ მეფის მოხელეები, ვერანაირად, ვერც სივერაგით, ვერც ზალით, ვერც ჩასაფრებით ვერ მოინადირეს ეს ავაზაკი. და ბოლოს იძულებული გახდნენ მავრიკიოს იმპერატორისათვის მოეხსენებინათ და ეთხოვათ, რომ მისი პირადი დაცვა, ყველაზე უფრო გაწვრთნილი მისი ლაშქრიდან გაეგზავნათ ავაზაკის შესაპყრობად. როდესაც მავრიკიოს ღვთისმოსავმა მოისმინა, მან მიიღო ჩვენთვის სრულად გაუგებარი, თითქოს და აბსურდული გადაწყვეტილება, რომ ავაზაკის შესაპყრობად მოსაყვანად გაეგზავნათ არა მისი პირადი დაცვა, არამედ 12 წლის ყმაწვილი, რომელიც მისი ჯვრის მტირთველი იყო. მოგესწრებათ, რომ პატრიარქები და მეფეები საჯარო გამოსვლების წინ ჯვრის მტირთველებთან ერთად გამოდიოდნენ, ჯვრით უძღოდნენ წინ ჯვრის მტირთველები, მეპაჰრაკენი, ასე ვთქვათ. და მან გააგზავნა თავისი საკუთარი მეპაჰრაკე, ჯვრის მტირთველი 12 წლის ყმაწვილი და შეუთვალა ორადორი სიტყვა. ნუ გეშინია. როდესაც ავაზაკთან მიაღწინა რამოდენიმე დღის შემდგომ ამ ყმაწვილმა გადასცა მეფის სიტყვები. და ამ სიტყვებმა იმოქმედა მასზე ისე, როგორადაც ვერანაირი სივერაგე, მზაკრობა თუ ფიზიკური ძალა ვერ იმოქმედებდა და ვერ მოინადირებდა ამ ავაზაკს. ერთბაშად თითქოს თვალიდან ლიბრი ჩამოეხსნა. დაინახა სიღრმე თავის საკუთარი დაცემებისა, ცოდვებისა და ისე სინანულში ჩავარდა, რომ ისე რომ არც კი არავინ არ გაუფრთხილებია ავაზაკთაგანი, მოახდა ცხენს და გააგელვა მეფისკენ. ბოლოს, როცა მიაღწია მეფესთან, გადმოხდა ცხენიდან, ჩაუვარდა მუხლებში და მწარედ აქვითინდა თავის სოდვებს. და იმდენად განიცადა მას საკუთარი სოდვები, მე მინდა შეგახსენოთ, რა სოდვები იყო. ავაზაკობანი, ძარცვანი, კაცისკლანი, დედათა გაუპატიურება, ძალადობა ბავშვებზე და ასე შემდეგ. მათ შორის შვილთა ბავშვთა კვლაცა. ისე განიცადა ეს ყველაფერი, რომ ერთბაშად თითქოს დატოვეს ფიზიკურმა ძალებმა, მოუძლობდა მეფის ბრძანებით საკაცეზე დადეს და უახლოეს ქსენონში, ესე იგი საბადოყოფოში მიიყვანეს. მესამე დღეს მისი მკურნალი ექიმი ძილსაშურის შუაღამისას რაღაც უჩვეულო სიზმრებულ ჩვენებას ხედავს. ხედავს, რომ თითქოს იმ ოთახშია, სადაც ეს ავაზაკყოფილია დასვენებული. შემოვიდნენ მთავარ ანგელოზები, მიქაელი და გაბრიელი, სასწორით ხელში, სულის გასაყვანად. და ესე იგი მოიძიეს მისი ცოდვის საქმეები, გადაშალეს რა წიგნები მისი ცხოვრებისა და დააწყვეს პინაკის ერთ მხარეს. და მეორე მხარეს, როცა ძებნა დაიწყეს, რომ რაიმე თუნდა ჩქამი სიკეთის ავაზაკისა, ნახეს, რომ არანაირი სიკეთი არ გააშლინა. მაშინ მთავარანგელოზმა მიქაელმა გაბრიელს უთხრა, სახეზე მაინც მოუსვი, ხელი იქნებ რამე კონდეს ისეთი, რამაც შეიძლება, რომ ესე იგი გადაწყვეტოს რამდენადმე მაინც ცოდვები მისი. და როდესაც გაბრიელმა ხელი გადაუსვა სახეზე, ნახა, რომ სველი ცრემლებით დასვლებული გაშხენთილი ნაჭერი ედო. აიღო ეს ჩვარი და სასწორის მეორე მხარეს დადო. როგორც კი ეს სველი ჩვარი დადო სასწორზე, ერთბაშად გადაიწუნა, გადმოყარა ცოდვიანი ეტრატები და მთავარანგელოზებმა მიქაელმა და გაბრიელმა ადიდეს ღმერთი მიუწვდომელი სულძელებისა და კაცთმოყვარებისათვის. ესე იგი, 3 დღის ტირილმა, სინანულის ცრემლებმა ახოცა ყოველგვარი ცოდვა ამ ავაზაკში და რაც ცოდვები იყო, მე ვფიქრობ, ჩამოგითვალეთ. როდესაც იგი ამ სიზმარს ხედავდა, ექიმი ცივი ოფლით გამოეღვიძა, მიხვდა, რომ ეს არ იყო მტკნარი სიზმარი, სასწრაფოდ გადაიცვა ტანსაცმელი, აღარც კი დაელოდა და გათენებას და აჩქარებული ნაბიჯით გაეშურა ქსენონისაკენ. როდესაც იგი პალატაში შევიდა, ავატყობს ხელი მოჰკიდა და ჯღრევა დაუწყო გასახვიძებლად, აღმოაჩინა, რომ ახალი გარდაცვლილი იყო და სხეული ჯერეც თბილი იყო. აი ასეთი დიდი ძალა აქვს გულწრფელ სინანულს. 3 დღეც კი არ არის საჭირო, რომ ღმერთმა მთელი შენი ცხოვრების ცოდვები მიგიტეოს, რომელსა მხოლოდ საკაცთმოყვარესა ღმერთსა შვენის დიდება, პატივი, სიტყვება და თაყვანისცემა მამასა და ძესა და სულ საწმინდასა, ას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.